შენ როგორც კი გამოგაცხადებენ ნარკომანად, ლოთად, ტოქსიკომანად ან ფსიქიურად შეურაცხადად, განულებული ხარ ამ საზოგადოებაში. არავინ არ დაიწყებს იმაზე დარც, რომ იქნება და სპეციალურად აკეთებენ ამას. ეს ელენე ჯაფარიძეა, ფსიქოთერაპევტი, მწერალი, ანტისამთავრობო პროტესტის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. დეპრესია არ არის არჩევანი. უკვე დაგვიდგება პრეცედენტი, რომ საქართველოში 21 საუკუნეში 2026 წელს ჩვენ ბრუნდებით 100 წლით უკან. ამ ინტერვიუში ჩვენ საუბრობთ ხელისუფლების ახალ ინიციატივაზე, რაც გულისხმობს რეესტრის შექმნას, რომელშიც აღრიცხული იქნება ყველა ის ადამიანი, ვისაც ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა აქვს. საერთოდ აქ იმაზე ლაპარაკი არ არის, რომ ვინმეს მდგომარეობა გაუმჯობესდა სპირიტით. ნარკომანი და გიჟი თუ არა ხარ, ნუ გგონია რომ იმ ბაზაში არ მოხვდები. ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე თავისი სიმპტომები. ნებისმიერი ჯანდაცვის მიმართულებით, ნებისმიერი ინიციატივა უნდა იყოს ადამიანის ღირსებაზე და არა მის შელახვაზე. ელენე თავადაც არაერთხელ გამხდარა მადისკრეიტებელი კამპანიების სამიზნე მისი საჯარო აქტიურობისა და სამოქალაქო პოზიციის ღიად გაჟღერების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ესაქმება მითხარით ჩემს დეპრესიასთან? მისი საქმიანობის ნაწილია აუხსნას საზოგადოებას იმ პრობლემების ბუნება, რომელიც არადემოკრატიულ გარემოში იჩენს თავს და წინააღმდეგობაში ჩართულ მოქალაქეებს აწუხებთ. პარანოიდალური აზრები, რომელიც მე მომდის ზოგჯერ ღამე რომ მოვდივარ რუსთაველიდან რომ უკან ვინმე ხო არ მომსდევს, მაქვს და ეს არის ბუნებრივი. შეუძლებელია ამ კონტექსტში არ გქონდეს. შეუძლებელია ფრუსტრაციის ამდენმა ეპიზოდმა და ამ რანგის ფრუსტრაციამ დეპრესიული ეპიზოდები არ გამოიწვიოს. შეუძლებელია სულ შფოთვაში არ იყო, როდესაც ორშაბათიდან ორშაბათამდე ისე გბომბავენ ნეგატიური, კატასტროფული, დრაკონული ინფორმაციებით, შეუძლებელია. გამარჯობა ელენე. მადლობა. Რა როგორ ახართ? კარგად, საინტერესო სიახლე გვაქვს, ხო, რეესტრით დავიწყოთ ლაპარაკი. ეს არის რეესტრი, რომელიც 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შეიქმნას და რომელსაც აქვს საინტერესო დასახელება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება. ხელისუფლების ახალი ინიციატივა, რომლის შესახებაც გავიგეთ წინა კვირაში, მალევე ვნახეთ ფსიქოთერაპევტების, ადიქტოლოგების სოციალური მუშაკების განცხადებები, რომ ეს არის ძალიან საშიში ინიციატივა. ეს ბაზა უნდა შექმნას ჯანდაცვის სამინისტრომ, თუმცა მის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ცოტა გრძელი შესავალი გამომივა, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ინიციატორები წერენ ესეც რამეს დროული და სანდო წყაროს არარსეობის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ ვერ ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირება. რა არის საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში ცუდი, რატო არ მოგეწონათ ეს ინიციატივა? აი, მთლიანად რაც კი წაიკითხეთ, ყველაფერი ხაზს უსვავს 10 წლეულების ნამუშევარს, რაც კი რამე კეთდებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის თვალსაზრისით, რომელიც გულისხმობდა, რომ ნებისმიერი ინიციატივა ყოფილიყო ადამიანზე მორგებული, მის ღირსებაზე მორგებული და სტიგმისგან მაქსიმალურად დაცლილი. ანუ საფრთხე რას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე ტიპის ფსიქიკური ჩივილი, ის საფრთხეს წარმოადგენს აუცილებლად საზოგადოებისთვის. საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. ხო, აი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და რაც თავარია, ამ ინიციატივაში და თვითონ სახელდებაში, რაც აქვთ, ხო, ესე გაცხადებული, ძალიან კარგად ჩანს, რამდენად კარგად იცნობენ ამ კულტურის შიშებს, ტრაუმებს, რამდენად კარგად იცნობენ, რომ საზოგადოების უმეტესობას დღემდე სამწუხაროდ ფსიქოგანათლება აკლია. რამდენად კარგად იციან, რომ საზოგადოებას აქვს საშინელი შიში, ისეთი ტერმინების და ისეთი დიაგნოზების, როგორიც არის ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი და ასე შემდეგ, ხო? ანუ მოდი ესე დავიწყოთ. თუ ეს ბაზა მართლაც რომ ყოფილიყო საზოგადოებაზე ორიენტირებული და
იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, როგორც მინიმუმ პოლიტკორექტული ტერმინები იქნებოდა გამოყენებული. მაგალითად, ადამიანები ნარკომანიის პრობლემით, ან ადიქციის პრობლემით, ადამიანები ალკოჰოლზე დამოკიდებულებით, ანუ წინ წამოვიდოდა ადამიანი, პერსონა, რომელიც რას გვეუბნება თანამედროვე ფსიქიატრია და ფსიქიკური ჯანმრთელობა, რომ ადამიანი იმაზე მეტია, ვიდრე თავისი სიმპტომები. ნებისმიერი ჯანდაცვის მიმართულებით, ნებისმიერი ინიციატივა უნდა იყოს ადამიანის ღირსებაზე და არა მის შელახვაზე. ანუ თუ კი ჩვენ პირდაპირ იარლიყით ვიწყებთ და იარლიყია დაავადებულები, იარლიყია ალკოჰოლიზმი, უკვე პრობლემა, ანუ იმაზე კი არ ვლაპარაკობ თვითონ შინაარსობრივად რამ ხელა ზიანს მოუტანს საზოგადოებას მსგავსი ბაზა და ამას გავშლი რატომ. არამედ სახელდებაც კი უკვე დისკრიმინაციულია, რაც იმთავითვე გულისხმობს იმას, რომ საერთოდ აქ იმაზე ლაპარაკი არ არის, რომ ვინმეს მდგომარეობა გაუმჯობესდეს პირიქით. რამდენად კორექტულია ყველა ამ დიაგნოზის თუ სიმპტომის ერთად თავმოყრა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ხალხის, ალკოჰოლიზმით დაავადებულების, როგორც იხსენიებიან, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებული და ფსიქიატრიული პრობლემები კიდე, რომელიც არის უამრავი, ხო? უდიდესი სპექტრია, ხო? საერთოდ კითხვა როგორ უნდა დავსვათ, იცი, აი სანამ შევაფასებ და ძალიან კარგად აქვთ ამათ ასევე ახსნა განმარტება, რომ ეს ბაზა იმისთვის კეთდება, რომ მაგალითად იარაღის ტარების უფლებაზე და მართვის მოწმობის აღების უფლებაზე ადამიანს შეეზღუდოს გარკვეული უფლებები, იმ შემთხვევაში თუ ის რომელიმე ამ კატეგორიას წარმოადგენს, ხო? მანდ თუმცა აქ რაღაცნაირად დუბლირებაა, იმიტომ რომ იარაღის აღებაზე ხო ფსიქო ისედაც გჭირდებოდა, რომელიც ფორმალობად იყო ქცეული და მაშ რა საჭიროა იმე რაღაცა ბაზაში ჩემი აღრიცხვა, თუ კი ფსიქიატრი მაძლევს ფსიქოს, ან არ მაძლევს ფსიქოს და ვერ ვიღებდი არა. თავისთავად ნებისმიერ ესეთ ქმედებაზე, როდესაც მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მინდა იარაღი მქონდეს, ძალიან ბუნებრივია და პირველ რიგში უნდა შევმოწმდე, ხო? ისევე როგორც მართვის მოწმობაზე, აქამდე ყველა, ანუ არ არსებობს 90-იანების პრაქტიკის გარდა, სადაც პირდაპირ ყიდულობდი მართვის მოწმობას, შევთანხმდით, ხო? და ძალიან სწორი ინიციატივა იყო, მაგრამ ამისთვის აქამდე არ დაგჭირვებია არანაირი ბაზა, იმიტომ რომ ვიღაცა თუ წავა და იტყვის, რომ მე მინდა მქონდეს იარაღის ტარების უფლება, შეამოწმებენ და ამ შემოწმების მიხედვით, თქვათ, მისცემენ ან არ მისცემენ უფლებას. მეორე არის ის, რომ რატომ კეთდება ბაზა ავტორიტარიზმის პირობებში. ახლა ჩვენ რო ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, საერთოდ ამ ბაზაზე არ ვილაპარაკებდით და დღეს მე ალბათ თქვენთან სრულიად სხვა თემით ვიქნებოდი, სტუმრად ან არ ვიქნებოდი. ავტორიტარულ სისტემაში, სადაც მართლა ყოველდღიურად უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში თუ კი რაიმე ინიციატივა აბსოლუტურად უგულველყოფილია ადამიანის უფლებები, უცებ გადაწყვეტეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებზე და მთელ საზოგადოებაზე ზრუნვა? არა. ნებისმიერი მსგავსი ბაზა არღვევს ფუნდამენტურ უფლებას ადამიანისა, მისი დიაგნოზი იყოს კონფიდენციალურად შენახული და არღვევს უფლებას უსაფრთხოების. ნებისმიერი წინასწარ შედგენილი ბაზა, მით უმეტეს ისეთ საკითხზე, როგორიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობა. ისეთ ქვეყანაში, როგორიც ვართ ჩვენ, სადაც დღემდე ჩვენ ვიბრძვით სტიგმის საწინააღმდეგოდ, იმიტომ რომ საზოგადოებას ძალიან ბევრი არასწორი მითი და ინფორმაცია აქვს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. სტიგმა ბევრად უფრო მავნეა და საზიანო, ვიდრე თვითონ სიმპტომი. ეს სტიგმა კვლავ ძალიან ძლიერია თუ აი შესუსტების ნიშნებსაც ხედავდით? ასაკობრივად ძალიან დიდი სხვაობა. ჯენზი თაობა ბევრად უფრო გათვითცნობიერებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ჯენზის ბევრად უფრო მეტი ღიაობა აქვს, მეტად განვითარებული ემოციური ინტელექტი აქვს, ვიდრე ვთქვათ იგივე ჩემი თაობის წარმომადგენლებს და რაც უფრო მაღლაა. შესაბამისად ძალიან ბევრი ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა წყაროდან, როგორც არის TikTok-ი იქნება თუ Instagram-ი იქნება, ხელმისაწვდომობა აქვთ ინგლისურენოვან და უცხოენოვან კონტენტთან ფსიქიკური ჯანმრთელობის და
და სტიგმა შესაბამისად ნაკლებია, იმიტომ რომ მთელი ეს კონტენტი, რომელიც იქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, ზუსტად რომ სტიგმის დაანგრევაზეა ორიენტირებული, რომ ჩვენ მივიდეთ იქამდე და გამოვიდეთ ამ რაღაცა 100 წლეულების და 200 წლეულების და საერთოდ საუკუნოვანი სტიგმიდან, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა რაღაცა განსხვავებული საფრთხეა, ვიდრე სხვა ტიპის დაავადება. ეს ერთი. საფრთხეს ქმნის სტიგმა და რატომ? ნებისმიერი სიმპტომი რო ავიღოთ ან ფსიქიკური ტანჯვა ადამიანისა, ის ხშირად არის რეაქცია გარემოს. ანუ ადამიანი არ არსებობს გარემოსთან კონტაქტის გარეშე. ეხლა მე და თქვენ ერთად კონტაქტობთ, ის გარემო ჩვენ გვაქვს და ჩვენი შინაგანი მდგომარეობა თავიდან ბოლომდე ამ გარემოსთან კონტაქტის შედეგად შეგვიძლია განვიხილოთ. გავალ თუ არა ამ ოთახიდან, სრულიად სხვანაირი შეიძლება იყოს ჩემი შინაგანი მდგომარეობა. ნებისმიერი სიმპტომი მით უმეტეს ტრავმატიზირებულ საზოგადოებაში, რომელსაც აქვს ნანახი ომი, რომელსაც აქვს ნანახი შიმშილი, რომელიც არის მუდამ რაღაცა ბრძოლაში, გადარჩენაში, ხო? ჩვენ მარტო ჩემ თაობას რამდენი ომი აქვს, ხო? გამოვლილი რევოლუციები ესა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია, ფსიქიკური რეაქცია, მხოლოდ ფსიქოპათოლოგიის ჩარჩოში რო განვიხილოთ, უბრალოდ არაპროფესიონალური. უბრალოდ არაპროფესიონალური. ანუ რას ნიშნავს, რომ მე რაღაცა სიმპტომთა ერთობლიობა ვარ და მეტი არაფერი? თანამედროვე ფსიქიატრია და ფსიქიკური ჯანმრთელობა დგას ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე, რომელიც გულისხმობს, რომ მე ბიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად ვრეაგირებ და რაღაცეები, სიმპტომები იქნება თუ ფენომენები, რომელიც ფსიქიკაში წარმოიშვება, ამ ყველაფრის ერთობლიობა. აი ესე გამიჯნა ამ ყველაფრის უბრალოდ ან უცოდინრობაა, ან მავნებლობაა და ჩემი აზრით ორივე ერთად გვაქვს სახეზე, იმიტომ რომ მიზანი არის დიადი კონტროლის. ყველაზე მარტივი საკონტროლოა ისეთ საზოგადოებაში, სადაც არის ძალიან ბევრი შიში და ძალიან ბევრი ფორიაკი და ძალიან ბევრი ფიქრი იმაზე, რომ ვინ რას იტყვის და ემანდ რამე ჩემზე ცუდი არ თქვან, ყველაზე მარტივია აიღო ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაანგრიო ბოლომდე და აქციო კონტროლის მექანიზმად, რომლითაც შენ ადამიანებს, რომლებიც მოხვდებიან შენ ბაზაში, რასაც გინდა იმას უზავ. და აი ამ ადამიანებიდან, ვინც მოხვდებიან, რანაირად გამოხშირავენ თავისიანებს, სხვისიანებს, პროტესტში მყოფებს, მართლა სერიოზული პრობლემის მქონეებს, ნაკლებად, ანუ ეპიზოდის გამო მოვხვდი მე ამ ბაზაში ერთი კონკრეტული. იმიტომ მოვხვდი ამ ბაზაში, რომ მაგალითად მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მიფიქსირდა. იმიტომ მოვხვდი, რომ ვთქვათ, ინტოქსიკაცია მქონდა იქ ალკოჰოლური თუ რეკრეაციული დრაგების შემდგომი. იმიტომ მოვხვდი, რომ ერთხელ გავსინჯე რაღაცა მოსაწევი მეგობრებთან ერთად თუ იმიტომ რომ პერმანენტულად მოვიხმარ. ანუ რის მიხედვით გააკეთებენ კატეგორიზაციას? საერთოდ რის მიხედვით აპირებენ, ხო? მე მგონია, რომ არ იქნება ამ კითხვებზე არც ერთ პასუხი ჯერ არ გვაქვს. არა. და მე მგონია, რომ ზოგი კითხვა რიტორიკულია, მაგრამ ზოგი საქმიანია. მე არ მგონია, რომ გვექნება, იმიტომ ნახეთ, როდესაც ესეთი კითხვები ისმება და რომ ყოფილიყო აი ამ ინიციატივაზე მართლა ნაფიქრი, ესეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ჯდება მაგიდასთან, ჯდება, თქვათ, იმ სამთავრობო შემადგენლობასთან, რომელსაც უნდა ამის გატანა კანონად და ინიციატივად. და ისმევა ეს შეკითხვები, მიდის ამაზე დისკუსია და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი იყოს? იმიტომ, რომ ზუსტად გარედან დაანახოს რაღაცა და მიკერძოებული არ გახდეს ფსიქიკური ჯანმრთელობა. ანუ არ შეიძლება ფსიქიკური ჯანმრთელობა გახდეს რომელიმე პარტიის კერძო რაღაცა ბერკეტი, იარაღი ან რომელიმე იმის სახელმწიფო უწყების. ეს ყველაფერი იმასე უფრო მაღლა უნდა იდგეს. იმიტომ რომ ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა უნდა კონდეს უფლება მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, დაცული იყოს მისი ღირსება, დაცული იყოს მისი კონფიდენციალობა, დაცული იყოს მისი უსაფრთხოება და ყველაფერი კეთდებოდეს იმისთვის, რომ ამ ადამიანის საჭიროება იყოს მოგვარებული.
ელენე, ეს ინიციატივა არ არის დიდი ხნის წინაკვირას გაჟღერდა, თუმცა არ ვიცი, პრაქტიკაში იგრძენით მაგალითად კლიენტების მხრიდან სიფრთხილე, რომ თუ კი გააგრძელებენ თქვენთან სეანსებს, შეიძლება მათი ინფორმაცია გაცემული იყოს. აი ამ ერთ კვირაში. ცოტა დროა მესმის დასკვნებისთვის, მაგრამ მაინც. ითრე სიფრთხილე არა, რამდენადაც შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ არა მარტო ჩემი კლიენტებისგან, არამედ ჩემი ნაცნობებისგან, ახლობლებისგან, ვიღაცებისგან წამოვიდა ძალიან ბევრი შეკითხვები, რომ ანუ რა გვეშველება, რა უნდა გავაკეთო, რომ დამჭირდეს, ანუ ისეთი ხალხიც იყო, რომელსაც თქვა არ ქონია გამოცდილება ფსიქიატრთან მისვლის, მაგრამ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ ვაიმე, ეხლა რომ დამჭირდეს, რა ვქნა, ხო? ის ხალხი, ნახეთ, პრობლემა ამ მომენტში, რომ გითხრათ, რომ აი ესე ძამწვავედ დგას იმ ხალხთან, ვისთანაც უკვე ჩამოყალიბებულია გარკვეული თერაპიული ალიანსი, რომელიც დგას ნდობაზე და ასე შემდეგ, მე არ შემჩნევ. ანუ სეანსები არ გაუქმებია. არავის არ გაუქმებია. მაგრამ მე ვგრძნობ ამ პრობლემას. მე ვგრძნობ ამ პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ მე თუ მეცოდინება, რომ ადამიანი, რომელიც საჭიროებს ფსიქიატრის კონსულტაციას, შეშინდება, როგორც კი მე ამას შევთავაზებ და შეიძლება არ წავიდეს. ნახეთ, ეს სად მიგვიყვანს, ეს მიგვიყვანს გამწვავებულ სიმპტომამდე, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გამწვავებული იყო ჩვეულებრივ სიტუაციაში, მიგვიყვანს გამწვავებულ სტიგმამდე, რომელიც შეიძლება პირიქით დაგვეძლია და პირველი დადებითი გამოცდილება ფსიქიატრთან მისვლის მიმხვდარ იყო, რომ საერთოდ არაფერი საშინელება იქ არ ხდება. და სხვებისთვისაც ერჩია. ერჩია, კი ბატონო, მიგვიყვანს იმისკენ, რომ ჩვენ დავკარგავთ სრულად წვდომას რეალურ სტატისტიკურ მონაცემებზე და ჩვენ არ გვეცოდინება რა ხდება. ჩვენ ხელიდან გაგვისხლტება ისეთი მნიშვნელოვანი მონაცემები, როგორიც არის გამოწერილი, სწორად დანიშნული პრეპარატები, რეალურად სწორი კონსულტაციის შედეგად წავა ეს ყველაფერი მიწისქვეშეთში. ანუ მთელი წლების განმავლობაში, რაზეც ჩვენ მუშაობდით, აი მე მაგალითად ძალიან აქტიურად მაქვს სულ ამაზე ვლაპარაკობ, რომ მეზობლის დანიშნულ პრეპარატებს ნუსვავთ ხალხო. რომ აი ჩვენთან კულტურაში უყვართ, რომ მეზობელი იყო ნევროლოგ და ნევროლოგმა დაუნიშნა ეს, ძალიან კარგად გახდა მეზობელი და ეხლა მთელი სამეზობლო სვავს იმას, რასაც ვიღაცა არის დანიშნული დიეტით ცდილობს გახდა. ზუსტად, ხო? და ამას ვერ გავაჩერებთ. იმიტომ რომ მეზობლის მიერ დანიშნული პრეპარატი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო, ბაზარში მაინც არ მოხვდები, უსაფრთხო ჭალებში. ვიდრე მე წავიდე და მქონდეს შიში. მე შეიძლება არ მოვხვდებ თქვა ბაზარში. არ ვიცი, ისეთ რაღაცა იყოს, მაგრამ რას ვაკეთებთ? აი, ჩვენ ნახეთ, ნებისმიერ ესეთი პოლისი რაც არის, ხო, ეს პოლიტიკა ჯანდაცვის. ის იაზრებს და ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. ლოკალურ გამოცდილებას. ეს ყველაფერი ხდება რის ხარჯზე, რომ ჩვენ ვაკეთებთ კვლევას, ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს, ჩვენ ამ მონაცემებს ვაანალიზებთ და მერე გამოგვაქვს დასკვნა, რომ რა იქნებოდა კარგი ინიციატივა, რომ დავაშენოთ მთელ ამ ცოდნას, ხო? ცოდნა გვაქვს ჩვენ ის, რომ ისედაც გვიჭირს ამ მიმართულებით. და მოდი ახლა კიდე უფრო უარესი რაღაცები გავაკეთოთ, რომ მარტო კი არ გვიჭირდეს, საერთოდ ყველაფერი დავანგრიოთ. აი ეს არის. და რა იქნებოდა კარგი ინიციატივა? პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნებოდა პრევენცია. პრევენცია, ანუ სანამ სიტუაცია დამძიმდება, მანამდე არის პოლიტიკა, იცით? პოლიტიკა გულისხმობს დამძიმებამდე სიტუაციის მართვას. ანუ რაც არის განათლება ამ სფეროში, რაც არის პრევენცია. პრევენცია არ გულისხმობს მავნეჩვევების პრევენციას სკოლაში. არა, ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკლამირებას და ამაში ჩართვას და თბილისში შეუძლებელია ჯანსაღი ცხოვრება. მწვანე სივრცეები არის, არ ვიცი. რა თქმა უნდა, მაგრამ მინიმუმზე მინიმუმი. რა თქმა უნდა, მაგრამ პირველი რაც კეთდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, ეს არის ყველაზე მეტი თანხა, რესურსი, ფიქრი და ინტელექტი იხარჯება პრევენციაში, რომ რაც შეიძლება უფრო მინიმუმამდე გქონდეს დაყვანილი, გამწვავებული და რთულად სამართავი кейსები.
და როდესაც ხდება აკრძალვა, ან გართულება, ნებისმიერი მიმართულების ექიმთან მისვლის და მით უმეტეს ფსიქიკური ჯანმრთელობის, ჩვენ ვიღებთ საშინლად გამწვავებულ სიტუაციას. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ხო, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მაგალითად აბორტია აკრძალული, რა ხდება? რამდენად მოიმატა სიკვდილიანობამ, რამდენად მოიმატა ქალებში ლეტალურმა გართულებებმა, საშვილოსნოს, საკვერცხის ამის, ხო? ზუსტად იგივეა, რაც უფრო ჩვენ ვაგვიანებთ ნებისმიერი მიმართულების ექიმთან მისვლას, მით უფრო მწვავდება სიმპტომი. რაც უფრო გვიან მივდივარ მე თერაპიაზე, მით უფრო მეტი დრო და მეტი ფული მჭირდება. მე რომ, რა ვიცი, მე მოხდეს ჩემი ან შფოთვითი მდგომარეობის რეგულაცია, ან დეპრესიული მდგომარეობიდან ჩემი გამოსვლა და ასე შემდეგ. რაც უფრო დამძიმებული მივდივარ, მით უფრო დიდი დოზე წამლის მჭირდება. და თუ არ მივდივარ, ლეტალურ შედეგებს ჩვენ სამწუხაროდ ვერ ავწდებით. მე არ მინდა რომ ვაშინებდე ვინმეს, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, იცით, რომ არის რაღაცეები დღეს რაც ხდება, როგორიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობაში შეტანილია ეს ინიციატივა, როგორც არის განათლების სისტემა, რომელიც ყველას ეხება. თუმცა საზოგადოებაში მე მგონი ეს ახმადიდა და არ არის, რომ ყველას ეხება. კი, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ზუსტად კარგად არის სიტყვების თამაში. ისე სწორად არის აგებული, აქ არის საზოგადოებრივი საფრთხოება და ასე შემდეგ, ხო? გასაკვირიც არ არის, რომ ადამიანი პირველი იმ სიტყვებზე რეაგირებს, რომელიც მის ყურს მოხვდა, რომელიც ჩაჯდა ცნობიერებაში. კი, ზუსტად. და ძალიან რთულია აუხსნა, რომ იცი რა, შენ რო ამ წამს, მე სპეციალურად დავწერე იგივე იმაზე, რა ქვია, Facebook-ზე, რომ ბრჭყალებში, რომ ნარკომანი და გიჟი თუ არა ხარ, ნუ გგონია რომ იმ ბაზაში არ მოხვდები. სპეციალურად დავწერე. მოდი მაინც ავხსნათ, ვინ შეიძლება მოხვდეს გარდა ნარკომანებისა და გიჟებისა, გამოვიყენებ ამ არაპოლიტკორექტულ ტერმინებს ასევე ბრჭყალებში. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოხვდეს, ვინც ფსიქიკური ჩივილის გამო მიმართავს ფსიქიატრიულ დაწესებულებას, ან ფსიქიატრს მიმართავს, რომელსაც შეიძლება დაინიშნოს შფოთვის მოხსნელი პრეპარატი, შეიძლება დაინიშნოს ანტიდეპრესანტი, შეიძლება დაინიშნოს სხვა ტიპის რაღაცა მხარდამჭერი მედიკამენტოზური მკურნალობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. თუ ბავშვს ჰქონდა სკოლაში პანიკური შეტევა, ის შეიძლება ერთხელ ჰქონდა და არ გაუმეორდა, მაინც იყოს ამ ბაზაში, მაგალითად, მთელი ცხოვრება. თუ ქალი, რომელიც გამოვიდა სამშობიაროდან და აქვს პოსტ-სამშობიარო დეპრესია, რომელსაც სჭირდება მკურნალობა, შეიძლება მოხდეს ამ ბაზაში, იმიტომ რომ დაინიშნა და მეტი ბავშვი აღარასდროს გააჩინოს, მეტი დეპრესია აღარ ქონდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება იყოს. დეპრესიაში ჩავარდეს, იმიტომ რომ მოხდეს ამ ბაზაში. თან როგორ არის, იცით, რომ სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც მიდიხარ, იქ გეკითხებიან, რომ შეიძლება თუ არა შენი პირადი მონაცემები ხელმისაწვდომი იყოს, შიდა კლინიკური ბაზაა, ხო, რომ იმ კლინიკაში სხვა ექიმს რომ მიმართავ, იმ ექიმმა იცოდეს, შენ ვისთან გაიარე მანამდე კონსულტაცია, რისთვის სჭირდება ეს კლინიკას. იმისთვის, რომ მას ჰქონდეს შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის, რაც შეიძლება უფრო ფართო სურათი. სამედიცინო დაწესებულებისთვის ეს არის ნორმა და ეს არის სწორი, იმისთვის, რომ მან რაღაცა ერთ კონკრეტულ სიმპტომზე დაყრდნობით არ გამიკეთოს არასწორი დიაგნოზი, არ დამისვას და შემდეგ ფუჭად არ წავიდეს მთელი ეს კონსულტაცია და რაღაც წამლების სმა. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროს რა ესაქმება, მითხარით, ჩემს დეპრესიასთან მაინტერესებს, ან ჩემს ინტოქსიკაციასთან, ან ნახეთ, მე შეიძლება ვიყო მაგალითად რაღაცა ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი, თქვათ პარკინსონი. პარკინსონის შემთხვევაში ბევრი ისეთი წამალი ინიშნება, რომელსაც საკმაოდ ძლიერი გვერდითი ეფექტები აქვს ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მაგალითად, ზოგიერთ წამალს ისიც კი უწერია, რომ შეიძლება იწვევდეს რაღაცა ძალიან მომატებულ შფოთვას, ჰალუცინაციებს და ასე შემდეგ. ზედმეტი დოზა. არა მარტო პარკინსონის შემთხვევაში, სხვა წამლებსაც აქვს, ხო, ყველა წამალს აქვს გვერდითი მოვლა. ამ წამლის მოხმარების შემთხვევაში მე რომ მივითარდება რაღაცა ფსიქიკური ჩივილი და მე უცებ აღმოჩნდები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ რაღაცა ბაზაში. რამდენად არის საზოგადოების უსაფრთხოებაზე? და არჩევანი მაქვს ორი, რომ ან ეს წამალი დავლიო და ჰალუცინაციებით დავიტანჯო, ან მივმართო სპეციალისტს, ჰალუცინაციები მოვიხსნა, მაგრამ შიშები ავიკიდო? ესე გამოდის, ხო, ამ მოცემულობით? ამ მოცემულობაში, რაც ეხლა სახეზე გვაქვს, ეგრე გამოდის და ეს არის ძალიან სამწუხარო.
აი რა ლეტალური შედეგები შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები იფიქრებენ, რომ ბაზაში მოხვედრა ფსიქოლოგთან მისვლა ბაზის გარეშე, მათი კონფიდენციალობა იმდენად დაუცველი თუ საშიშია, რომ არ მინდა მარტო გაუმკლავდები, სანამდეც გაუმკლავდები ამ ჩემ პრობლემებს. აი ეს საფრთხე რო კარგად დავინახოთ, რაზე ვლაპარაკობთ. ეცეთ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაგვიანებული ოჯახის რეაქცია, მაგალითად ოჯახის წევრის დეპრესიაზე დამთავრებულა თვითმკვლელობით. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაგვიანებული რეაქცია ფსიქოზზე დამთავრებულა თვითმკვლელობით, ხო? არაერთი შემთხვევა გაგვიგია, რომელსაც სამწუხაროდ ამ საზოგადოებაში მალავენ, იმიტომ რომ აი ამასაც სტიგმა ადევს და ურჩევნიათ რა თქვან, რომ არას ლაპარაკობ და თვითმკვლელობა კიდე ცალკე რელიგიურადაც ძალიან მძიმე ამბავია. მაგრამ მე მინდა ჩვენმა მაყურებელმა გაიგოს, რომ დეპრესია არ არის არჩევანი. ნებისმიერი ფსიქიკური ჩივილი და ფსიქიკური ტანჯვა, როგორც ახასიათებს სხვადასხვა ფსიქიატრიულ დიაგნოზს, ეს არ არის არჩევანი და ეს არ არის რაღაც, რაც შემიძლია მოვაგვარო. არ არის. არ არის, იმიტომ რომ პანიკის შეტევაც კი, სანამ მე პროფესიონალთან არ მივალ და თუნდაც პროფესიონალს არ მოусმენ, რომელიც კონკრეტულ მექანიზმს ამიხსნის, ჩემს ცნობიერებას გაზრდის ამ საკითხთან დაკავშირებით, მის მიერ ნათქვამი არ მომცემს იმის განცდას, რომ მარტო არა ვარ და სხვა ადამიანებსაც აწუხებთ. ეს ვერ მართავ. ჩემზე არ არის. ნახეთ, ის რომ მე მჭირს არ ნიშნავს, რომ ჩემს კონტროლს ექვემდებარება. და ის რომ რახან არ ექვემდებარება ჩემ კონტროლს, ანუ რას უგულისხმობ მე ამ შემთხვევაში, დამძიმება ჩემი მდგომარეობის და არა ის რომ მე მაინც და მაინც ქვებს ვისვრი და ვიღაცას ვავნებ. ადამიანებს აქვთ თავის დროზე ზუსტად ისევ და ისევ კონტროლის მექანიზმის მოსაპოვებლად. ხო, აი ინკვიზიცია ამას აკეთებდა რელიგიური იმითი ეგიდით და განსაკუთრებულად სჯიდნენ ადამიანებს, ვისაც ფსიქიკური პრობლემა ქონდა, მათ შერაცხავდნენ, არ ვიცი მე ვეძა კუდიანებად, და შეიძლება არც ქონდათ, ვერაფერს ვერ გავიგებთ ჩვენ. იგივეს აკეთებდნენ რეპრესიული სახელმწიფოები, დიქტატორები, ავტოკრატიული სისტემები და ასე შემდეგ. რომ შენ ტოლობის ნიშანი დასვა, ფსიქიკური პრობლემა უდრის საფრთხეს, სხვისთვის. არა, გამწვავებული ფსიქიკური პრობლემა უდრის საფრთხეს ჩემი ჯანმრთელობისთვის. ეს ნიშნავს, რომ მე ვდგავარ ძალიან სერიოზული რისკის წინაშე, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სიცოცხლის ხარისხი დამძიმდეს. პირველ რიგში ეს არის. იმიტომ რომ არის ისეთი ფსიქიკური დიაგნოზები, რომელსაც სპეციალურად ადამიანები ესე ავრცელებდნენ, გამწვავებულ მდგომარეობებს პირდაპირ აჩვენებდნენ, რომ აი ეს არის მთელი ფსიქიატრია. არ არის. ფსიქიატრია არის ისეთივე უშრეტი და უზარმაზარი სფერო, ძალიან კომპლექსური და ძალიან სენსიტიური, როგორც ნებისმიერი სფერო. ჩვენ ფსიქიკური არსებები ვართ. და ბევრად მეტი ვარ მე, ვიდრე მარტო ჩემი დეპრესია, მარტო ჩემი შფოთო, ყველაფერი მაქვს. გულწრფელად ვიძახი, თუ კი ვინმეს დაეხმარება ეს სტიგმასთან გამკლავებაში, მე გულწრფელად ვიძახი და უკანასკნელი 1 წელიწადია ვიძახი, რომ პარანოიდალური აზრები, რომელიც მე მომდის ზოგჯერ ღამე რომ მოვდივარ რუსთაველიდან, რომ უკან ვინმე ხო არ მომსდევს, მაქვს და ეს არის ბუნებრივი. შეუძლებელია ამ კონტექსტში არ გქონდეს. მე ვხსნი, რომ შეუძლებელია ფრუსტრაციის ამდენმა ეპიზოდმა და ამ რანგის ფრუსტრაციამ დეპრესიული ეპიზოდები არ გამოიწვიოს. შეუძლებელია სულ შფოთვაში არ იყო, როდესაც ორშაბათიდან ორშაბათამდე ისე გბომბავენ ნეგატიური, კატასტროფული, დრაკონული ინფორმაციებით, შეუძლებელია. რას ნიშნავს ეს? რომ მე ვრეაგირებ სამწუხაროდ არანორმალურ მდგომარეობაზე, ვრეაგირებ ისე, როგორც ბუნებრივად რეაგირებს მთელი ჩემი ფსიქიკა.
რომ მოიხსნება ეს მდგომარეობა. მე თუ დამრჩა პარანოიდალური შიში, რომ უკან ვიღაცამ, ოღონდ 1-3 თვე თუ დამრჩა, ეგეც ნორმა არის, ანუ ბუნებრივია. პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, ხო, 3 თვის მერეც თუ დამრჩა და ვერ დავიჯერე, რომ მორჩა ეს ყველაფერი. მაშინ საჭიროებ მხარდაჭერას. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მე ვინმესთვის ვარ საფრთხე. არა, ჩემთვის არის ეს. უკეთრობით ცხოვრო, ამისთვის მჭირდება რომ მოვიხსნა ეს. ზუსტად. და ელენე, როგორ გონიათ ამ რეესტრს საბოლოოდ ვიხილავთ და ამოქმედება თუ რაიმე ძალამ ბუნების ამან პროფესიულმა თემამ საზოგადოების წინააღმდეგობამ შეიძლება ეს ინიციატივად დატოვოს? მე მგონია თუ ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის, რელიგიური მრწამსის, გენდერული იდენტობის, კანისფერის, პროფესიის და ასე შემდეგ ადამიანი შეთანხმდება იმაზე, რომ მსგავსი რეესტრი არავის არ არგებს. ჩვენ გვაქვს ალბათ ერთობლივად შესაძლებლობა, რომ ეს რეესტრი არ შედგეს. იმიტომ რომ ნახეთ, თუ დაიწყება სხვადასხვა მონაცემების გაგზავნა ცალკეული პროფესიონალების, ცალკეული ინსტიტუციების, კლინიკების მხრიდან, ანუ არ ვიცი, სულ რომ 30%-მა გაგზავნოს და 70-მა არ გაგზავნოს, ეს რეესტრი უკვე შეივსება. იმ 30%-ის მონაცემით და უკვე დაგვიდგება პრეცედენტი, რომ საქართველოში 21 საუკუნეში 2026 წელს ჩვენ ბრუნდებით 100 წლით უკან. მე საკმაოდ ისეთი იმედიანი ადამიანი ვარ ხოლმე, ძალიან გვიან კარგავ იმედს. მაგრამ ეს იმედი არ არის ხოლმე ესეთი ირაციონალური. მე მგონია, რომ ჯერჯერობით ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა. პირველი, ჩვენ პროფესიის ადამიანებს, ჩვენ პროფესიის ადამიანებს გვაქვს ჯერ კიდევ დრო იმისთვის, რომ მაქსიმალურად ბევრი ვისაუბროთ და გასაგებად ვისაუბროთ ამაზე და აუხსნათ ადამიანებს, რომ ეს არავის საკეთილდღეოდ არ ხდება და დავეხმაროთ ამის გააზრებაში. და რაც უფრო მეტი ადამიანი ამას გაიაზრებს, მგონია რომ მით უფრო ნაკლები ადამიანი გვეყოლება, ვინც ამას ხელს მოაწერს ბრმად და იტყვის, რომ ხო მე მინდა იმ რეესტრში ყოფნა. არნაირ რეესტრში არ მინდა მე ყოფნა, რომელიც ჩემს საწინააღმდეგოდ შეიძლება გამოიყენონ და თან ნახეთ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, მე ვიცი, რომ ის ხალხი, რომელიც პირდაპირ პროტესტშია, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი იქნება. მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა ვინც დღეს ჯერ კიდევ ლოიალურია ჩვენი მთავრობის მიმართ, რომ იმას არ მოსდგებია, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, ხო, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რომ როგორც კი ვიღაცა თავისიანიც კი არ აწყობს იმას, რას უშვება. შესაბამისად, ამ რეესტრით ძალიან მარტივად შეუძლია, რომ გამოიყენოს ეს ბაზა ნებისმიერი ადამიანის დისკრედიტაციისთვის, რეპუტაციული განულებისთვის, იმიტომ რომ შენ როგორც კი გამოგაცხადებენ ნარკომანად, ლოთად, ტოქსიკომანად ან ფსიქიურად შეურაცხადად, განულებული ხარ ამ საზოგადოებაში. არავინ არ დაიწყებს იმაზე დარც, რომ იქნება და სპეციალურად აკეთებენ ამას. ხო, მაგრამ მაგ ამოცანებისთვის ბაზა რატომ სჭირდებათ, თუ არა ტოტალური ინსტრუმენტი, მე ცოტა მიჭირს ამისი გარკვევა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ორი ძალიან თვალსაჩინო, ბევრი მაგალითი გვაქვს, მაგრამ ორი ძალიან თვალსაჩინო მაგალითი, ერთი ლექსოლაშქარავას შემთხვევა, როცა არ ვიცი, ცხედარი ჯერ გაკვეთილი არ ყავდა ექსპერტს, უკვე შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებდა ვიდეოს, ეგ დღე ძალიან მკაფიოდ მახსოვს 3 ბრიფინგი ჰქონდათ და არ ვიცი, თბილისის ბევრი წერტილი ამოღებული ვიდეო კადრები, როგორ მიდიოდა ის ნარკოტიკების საყიდლად, ხო? პრინციპში ამ ფაქტით მე მგონი შეძლეს მიზნის მიღწევა და საზოგადოებისთვის იმის დარწმუნება, რომ ის არა სასტიკად ნაცემი, ცემისგან გარდაიცვალა, არამედ როგორც ნარკომომხმარებელი ამან იმსხვერპლა, ხო? და მეორე შემთხვევა, მათივე ყოფილი გუნდის წევრი გიორგი გახარიას შესახებ კოკაინში კი თუ რას ეწახდნენ ეს ტერმინები, ხო? ესე მოხსენიება მისი. ანუ თუ კი სჭირდება სახელმწიფოს ვიღაცის გაშავება და რეპუტაციული ზიანის მიყენება, ამას აკეთებს ისედაც და ეს ბაზა რა? ანუ თვად ისეც ხო არ არის, რომ დასტურები არ სჭირდებათ. ხა სადრო ამდენი ვიდეოს ფაბრიკაცია გჭირდება, ან ვიცი, ჩანაწერების შექმნა, ამოღება, არ ვიცი და აქ თან აქ ინდივიდუალურად ხო რაღაცა ჯგუფი დაგჭირდა, რომ უბრალოდ ადგე და გაანეიტრალო. ჯგუფი. პირდაპირ შეგიძლია ეს ჯგუფი გაანეიტრალო. ანუ არსებული გაშავების პრაქტიკები აღარ არის საკმარისი, ამიტომ მივედით ბაზამდე. ალბათ უფრო. ხო, იცით რა არის? აი გულწრფელად ეს დღეები დავდივარ და ვფიქრობ, რომ აი
რატო? იმიტომ რომ წითელი ხაზი ფსიქიკური ჯანმრთელობის თუ დამოკიდებულების გამოყენება არასასურველი ადამიანის დისკრედიტაციისთვის ისედაც არ ყოფილა ამ ხელისუფლებისთვის პრინციპში. არ ყოფილა ნამდვილად და ისეთი კადრეს ნინო დათაშვილის შემთხვევაში ხო საერთოდ რაც იკადრეს, მაგრამ იქაც ადგენენ და აი დიაგნოზიდან აიღეს და ძალიან ისეთი სუყე ის ქონდათ დასაყრდენი დიაგნოზი და ну და ყოველთვის დიაგნოზი ან რაღაცა ჩანაწერი, სამედიცინო ჩანაწერი ყოველთვის წარმოადგენს ხოლმე ისეთ ბერკეტს, რომლის გამოყენებაც შენ შეგიძლია მარტივად და შენ სასარგებლოდ და სხვის საზიანოდ. საზოგადოების წინააღმდეგობის იმედი გააქვთ? ნუ ტაბუ ხელს შეუშლის იმას, რომ ფართო მასებმა ამის საფრთხე გააანალიზონ და ღიად ილაპარაკონ ამაზე. იცით, გუშინ წავაწყდა ზუსტად ერთ-ერთი ქალბატონის პოსტს, რომელმაც ძალიან ღიად დაიწყო ამაზე ლაპარაკი და ძალიან დიდი იმედი მომეცა, რომ ამაზე თუნდაც ახალგაზრდებზე მაქვს უფრო სწორება, რომ სადაც დაცლილია შედარებით ტაბუ და სტიგმისგან ეს ცნობიერება იმათმა მაინც დაიწყონ ამაზე ლაპარაკი, რომ ანუ არ შეიძლება ჩვენ ხელი შევუწყოთ ჩვენი დუმილით ამ ბაზის პრეცედენტს. არ შეიძლება. ეს ძალიან ყველასთვის უკან დამხევია და ყველასთვის საზიანო, აბსოლუტურად ყველასთვის. იმიტომ რომ გაუქმდება, ნახე, მე რო დღეს არ მჭირდება ფსიქოლოგი, არ ნიშნავს, რომ ჩემ შულს არ დასჭირდება, ხვალ არ ნიშნავს, რომ ჩემ ძმის შულს არ დასჭირდება, არ ნიშნავს, რომ ჩემი მეგობრის შულს არ სჭირდება. ანუ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი სტატისტიკა, რომ ვაჩვენოთ მომართვიანობები, ხო? და მით უმეტეს კერძო პრაქტიკაში ვინც არის, იქ საერთოდ სრულად ანონიმურად მიდის ეს ყველაფერი და მაგის ხარჯზეა, რომ იზრდება და იზრდება მომართვიანობა, რა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ადამიანი არ რჩება საჭირო მხარდაჭერის მიღმა. და ახლა ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩება სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიღმა. და აქ აღარ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ პროფესიის ადამიანებს პაციენტები მოგვაკლდება. აქ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენი პროფესია საერთოდ გაუქმდება, იმიტომ რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობა როგორი განათლებული სპეციალისტებიც არ უნდა გყავდეს. აი რა ფენომენალური პრაისაც არ უნდა მქონდეს გამოცდილება პრაქტიკული. თუ მე ორ ძირითად პრინციპს ვარღვევ, ეს არის უსაფრთხოება და ეს არის კონფიდენციალობა, ნულია ჩემი ფასი. ჩემი წაკითხული წიგნები და დაცული დისერტაციები არის ნული. აბსოლუტურად. ბაზისი ჩვენი ურთიერთობის კლიენტთან დგას და აი ეს გაუმჯობესება მდგომარეობის იმაზე კი არ დგას მარტო რა ცოდნა მაქვს მე და რა მიმაგრებს ზურგს, არამედ რამდენად მართალი ვარ მე მის მიმართ და როგორ შეიძლება აი ასეთი ინიციატივის ფარგლებში მე შევძლო ვიყო ნამდვილი, მართალი, მზრუნველი მის ღირსებაზე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული. არ მაძლევს სისტემა ამის შესაძლებლობას და აი ესეთი სისტემები, ესეთი არანორმალური, ესეთი დაძლილი უსაფრთხოებისგან ფსიქიკურ ტანჯვას რო იწვევს, ეს ჩემი დეფექტი კი არ არის, ეს ჩემი ბუნებრივი რეაქცია იმ ავტოკრატულ სისტემაზე, რომელშიც მე მიწევს ცხოვრება. და ეს მინდა მე გაიგოს ადამიანმა, რომ და რაც შეიძლება უფრო მეტმა, რომ ჩემ დეფექტურობამდე არ შეიძლება ფსიქიატრიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიის დაყვანა. ეს არ არის ჩემს დეფექტზე, ეს ჩემს რეაქციაზეა, რას მთავაზობ მე. და თუ ამაში მაცხოვრებ, ჩემი რეაქციაც შესაბამისია. დეფექტები გამიღრმავდება. აბსოლუტურად. და თან მეუბნები, რომ დეფექტებს გიღრმავებ და თან არ წახვიდე, იმიტომ რომ თუ წახვალ ბაზარში ჩაგვსვალო. კი. დეფექტების გაღრმავება საინტერესო ამბავია. სტატისტიკა გვაქვს. მე მგონია, რომ ეხლა რეესტრი ერთია, მაგრამ ისედაც არ გქონდა მარტო სტიგმის გამო არა კარგი მდგომარეობა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით, იმიტომ რომ აი ბევრისგან მომისმენია, რომ მაგალითად დაზღვევა არა მხოლოდ სახელმწიფო კერძოც კი თითქმის ვერ ხედავს ამ პრობლემას. კვლევები და სტატისტიკაც რა ადამიანებს აწუხებთ ესა თუ ის პრობლემა, მგონია, რომ არ
გვაქვს ხო დიდა და აი რა ვიცით მაგის შესახებ, რამდენი ადამიანს სჭირდება ეს დახმარება, უფრო ხშირად რა სიმპტომებით ხვდებიან სპეციალისტებთან და რომ დავინახოთ ვინ დარჩება დახმარების მიღმა. ერთადერთი რაც ვიცით არის სუიციდის შემთხვევების აღწერა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო კვარტალურად და წლიურად აქვეყნებს ხოლმე და მან დიდად სახარბიელო ვითარება არ გვაქვს. ხო, სტატისტიკა საერთოდ ძალიან სერიოზული პრობლემაა, არა მარტო საქართველოს შემთხვევაში, არამედ ზოგადადაც ისევ და ისევ ამ სტიგმის გამო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამის გამო იკავებს თავს თქვათ და რაღაცა სხვადასხვა ტიპის ერთიანი ეროვნული კვლევებიც რო კეთდება, სადაც შეიძლება იყოს ჯანმრთელობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას და სხვადასხვა სექცია, რომლითაც გროვდებოდეს მონაცემები, იმ მონაცემებზეც არასწორი მონაცემი შეაყვანინოს ინტერვიუერს, იმიტომ რომ ამის გამო სწხვენოდეს. მე პირადად შემიძლია ჩემს კონკრეტულ პრაქტიკაზე იმისთვის რომ არ შევიყვანოთ ხა მსმენელი შეცდომაში არ მახსოვს. მაგრამ არ გვაქვს ხო ესეთი გენერალიზებული ესეთი გენერალიზებული მონაცემები არ აქვს. ანუ საქსტატს რომ მიმართო გაძლევს ყოველთვის სხვათა შორის რაც აქვს. ზოგჯერ გაძლევენ ხოლმე დაუმუშავებელ მონაცემსაც კი თუ ძალიან მოინდომე შეიძლება შენ თვითონ დაამუშავო. სხვადასხვა კლინიკებს თავიანთი სტატისტიკა აქვს, მაგრამ ესე რომ გაჯერებული ერთობლივი რაღაცა სრული ბადე დაფარვა მონაცემები აქვს, ერთი სუიციდი ვიცით, აი მიმართვიანობა აქვს თერაპიაზე მაგალითად. უფრო ჩივილებთან მიმართება შექონდა ადრე. ეს საინტერესოა. და თქვათ იგივე ფსიქიატრიულში ის მონაცემებიც კი არსებობს, თქვათ რა თანხა იხარჯება ერთ კონკრეტულ პაციენტზე და ასე შემდეგ. არ მახსოვს, არ მინდა რომ რაღაცა შეცდომა დაუშვა, მაგრამ აი მე შემიძლია ვთქვა, ჩემი კონკრეტული პრაქტიკის განმავლობაში მომართვიანობის სადღაც 50%-ზე მეტი მოდის მწვავე სიმპტომი. იმიტომ რომ ვეღარ მართავს თვითონ, ეს შეიძლება იყოს პანიკის შეტევა, შეიძლება იყოს შფოთვის შეტევა, გენერალიზებული შფოთვითი არსულობები, ან გადმომისამართებულია ფსიქიატრისგან, ან პირიქით მოდის და მე ვამისამართებ იმისთვის, რომ მედიკამენტოზური მხარდაჭერაც იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემდეგ მუშაობთ იმაზე, რომ მედიკამენტისგან განთავისუფლდეს და ცხოვრების ხარისხი თერაპიითაც იყოს რეგულირებული, ხო? ტრავმა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული რაღაც, რომელიც ფსიქოტრაუმა, რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენერ ქვეყანაში, იმიტომ რომ 90-იანების ტრავმა მოყვება ჩვენ, 2008 წლის ტრავმა მოყვება ჩვენ, აფხაზეთის ომის ტრავმა კიდე ცალკე არის, რომელიც მოყვება ერთ-ერთი აი ამ 90-იანებში და რაღაცა კონკრეტული მძიმე ეპიზოდები თუნდაც ზრდასრულობაში გადამხდენილი თავს ვეღარ ვუმკლავდები, იმიტომ რომ ამდენი ტრავმით ვარ დახუნძლული და უცებ ხდება რაღაცა სიმპტომში ამ ყველაფრის ამოფრქვევა და იწყება მხარდაჭერის ძიება. პირველი არის ხოლმე მაინც უფრო ფსიქოლოგთან მოდიან დღესდღეობით. ეს უფრო მარტივად გადასადგმელი ნაბიჯია, ვიდრე ძალიან დიდი სიმწვავე არის და აი სიმწვავე ვთქვათ ფსიქოზი როცა არის და მედიკამენტოზური ფსიქოზი როცა არის ვთქვათ რაღაცა ნარკოტიკის შემდგომი სირთულე და ასე შემდეგ, მაგ შემთხვევაში არის უკვე გარკვეულ სეგმენტებში კულტურა, რომ პირდაპირ მიმართავენ ნარკოლოგს, ან ნარკოლოგიურ ცენტრს, ან ფსიქიატრს და ასე შემდეგ. მაგრამ აქ ლაპარაკობ ძალიან პატარა პროცენტზე, ხო? რეგიონებში რა ხდება არ ვიცი. არ ვიცი. რა ცოდნა, იმიტომ რომ ჩვენ რეგიონებშიც ხო ცალკე ის პრობლემა გვაქვს, რამდენად აღწევს კონტენტი, რამდენად აღწევს თუნდაც ის მწირი საინფორმაციო ბლოგები იქნება თუ სხვადასხვა გადაცემები, რომელიც ეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობას. რამდენად ხელმისაწვდომია ინტერნეტი ზოგიერთი რეგიონისთვის, ან ალგორითმი რას გადაწყვეტს, რა განახოს იმ ინტერნეტის მოხმარების. რამდენად ხარისხიან ინფორმაციას გადლევს, იმიტომ რომ ეხა ძალიან ბევრჯერ მე თვითონ ვხვდება სხვადასხვა კოუჩები და შამანები, რომლებიც გელაპარაკებიან რაღაც ისეთ პრაქტიკებზე, რომ აი შენ თვითონ შეგიძლია გავუმკლავდე და კი, არის ძალიან ბევრი პრობლემა, რომელსაც ჩვენ თვითონ ვუმკლავდებით. ნამდვილად არის. არის რაღაცა. რას უმკლავდებით ჩვენ თვითონ? რაზე შევაწუხოთ სპეციალისტები? მე მგონია, რომ საკუთარ თავზე არ უნდა იძალადო, მოდი ესე დავიწყებ რა. ანუ იმისთვის, რომ
მაყურებელი მიხვდეს, რომ რაღაცა რაც მე ყოველდღიურობაში მაწუხებს, ნიშნავს, რომ მე ვერ გავუმკლავდი. ანუ მე თუ რაღაცა მაწუხებს, არ ვიცი, მე 2 კვირა, 3 კვირა, 1 თვე, 6 თვე, ნიშნავს, რომ მე ჩემი ძალებით ვერ გავუმკლავდი. რაც იმას კი არ ნიშნავს, რომ მე სუსტი ვარ, არამედ ნიშნავს იმას, რომ ეს პრობლემაა. ჩემზე არ არის დამოკიდებული ამასთან გამკლავება და ვიღაცას უნდა მიუმართო, ხო? ანუ მე თუ თავი მტკივა, რომელსაც ვიყუჩებ ყოველ ჯერზე სხვადასხვა წამლით და ეს თავის ტკივილი არ გამდის, ნიშნავს, რომ უნდა მივიდე ექიმთან, იმიტომ რომ არ არის ჩემზე დამოკიდებული, ზუსტად იგივეა. თუ მე მაქვს გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგუნებობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემოციური ეს სვინგები და საქანელა, აი ვიძახე თქვა რა ვიცი, აი 2 თვეს, 3 თვე, იმიტომ რომ გადავიტანე რაღაცა მნიშვნელოვანი ისეთი ჩემს ცხოვრებაში ან ცვლილება, ან გამოვიცვალე ადგილმდებარეობა, ან რაღაცა სტრესი იყო, ან პერმანენტული სტრესია და მე ეს ყველაფერი გადავლახე და დავსტაბილურდი, ეს ერთი ამბავია. მაგრამ თუ მე პერმანენტულად ასე ვგრძნობ თავს და სულ უფრო მეტი და მეტი სიმპტომი მემატება, მაგალითად, ჩაძინება არ მიჭირდა, უბრალოდ ცუდად მეძინა და ეხლა უკვე ჩაძინებაც მიჭირს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია. ესე იგი, კიდევ ერთი სიმპტომი დამემატა. რაც არის მესიჯი, რომ მიმართე მხარდაჭერისთვის. ან არ ვიცი, არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც იძახიან, რომ იცი რა, მე სულ ნერვიული ვიყავი. აი მოდის ადამიანი მეუბნება, რომ სულ ნერვიული ვიყავი, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით, აი ვეკითხები, რომ რას ნიშნავს ნერვიული ვიყავი, რას ნიშნავს ეხლა განსაკუთრებით. მიხსნეს და იცი რა, გული მიჩუყდებოდა რაღაცებზე, მაგრამ ეხლა ყველაფერზე ვტირი, ყველაფერზე ვყვირი, აღარაფერი აღარ მაინტერესებს. ნუ კიდევ კაი მოხვედი, მეუბნები, რომ კარგი ქენი რომ მოხვედი, რამდენი ხანია ასე. აი რა ვიცი, უკანასკნელი 2 წელიწადი ასე ვარ. აი 2 წელიწადი ნიშნავს, რომ მე ჩემი ხელით გამოუწერე ჩემ თავს უხარისხო ცხოვრება. მე რასაც უყურებ ჩვენი ქვეყნის მინიმუმ ნახევარს, ბოლო 3 წელია მინიმუმ უხარისხო ცხოვრება აქვს გამოწერილი, იმიტომ რომ ეს მოცვინგები. ეს ჩვენ არ გამოგვიწერია. ჩვენ გამოგვიწერეს უხარისხო ცხოვრება, მაგრამ ამ უხარისხო ცხოვრებაში კიდევ არსებობენ ჯგუფები, რომელიც ისედაც იტანჯებოდა და აი ესეთი ინიციატივები, მაგალითად ისე ამ ბაზას რო დაუბრუნდეთ, ხო? ჩვენს პატრიარქალურ საზოგადოებაში განსაკუთრებით დიდი სტიგმა არის ქალებთან მიმართებაში, რომლებსაც აქვთ ფსიქიატრიული ჩივილი, ან ფსიქიატრიული დიაგნოზი, ან ფსიქოლოგიური პრობლემა. იმიტომ რომ პირდაპირ პატრიარქატი გულისხმობს იმას, რომ შენ როგორც ქალი ხარ ემოციური და შენი არანაირი არგუმენტი კრიტიკული პატრიარქატისა არ იყოს მიღებული და იყოს განეიტრალებული აი ამ იარლიყით, რომ შენ ემოციური ხარ, შენ ისტერიული ხარ და ასე შემდეგ. ესეთი ბაზა საერთოდ როგორ რამდენ ინდივიდუალურ кейს დაასარალებს. აი მოძალადე სისტემა წარმოიდგინეთ, სადაც ძალადობის მსხვერპლი წარმოიდგინეთ, რომელიც მოხვდა ამ ბაზაში და მეტი რა უნდა მოძალადეს, რომ პირდაპირ დასკვნა უჭირავს, რომ ყველა კი არ ძალადობდა, ეს ისტერიული, აი ხო ხედავთ, არ არის ნორმალური, ხო? ცალკე კიდე ამაში მოხუცებ ხანდაზმულთა პრობლემები, შშმ ადამიანები, შშმ თემში ცალკე ქალები, რომლებიც ისედაც ძალიან დაუცველები იყვნენ ამ ქვეყანაში, ისედაც ძალიან სერიოზული პრობლემები გქონდა და ეხლა მსგავსი ინიციატივები კიდევ უფრო დიდ მარგინალიზაციას გააკეთებს და იცით რა არის, აი რო ვიწყებ ამ თემაზე საუბარს, მე თვითონ გრძნობ რა მემართება ემოციურად. აი რო ვიწყებ წარმოდგენას, რამდენი შრომა არის ჩადებული ოჯახში ძალადობის საკითხზე, გენდერული ნიშნის ძალადობის საკითხზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხზე. აი უბრალოდ ბარაზი, ფრუსტრაცია, გლოვა თუ კი შეიძლება ერთად იყოს არეული ყველაფერს გრძნობა. მთელი ჩემი განათლება, რასაც ბაზირდება 23 წლის განმავლობაში ამ სფეროში, ხო? აი 0-დან დღემდე ზუსტად მსგავსი ბაზების საწინააღმდეგო რაღაცას სწავლობდი. ზუსტად ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებს. იმასაც კი რომ დიაგნოზში არ ჩავკეტოთ ადამიანი და ჩვენ ფსიქოთერაპევტები დავეხმაროთ დიაგნოზის გარღვევას, რომ ის რეალური დიაგნოზებიც კი, რომელიც მოაქვთ ადამიანებს
თერაპიაში დიაგნოზი მეორეხარისხოვანი იყოს და მან საკუთარი მრავალფეროვნება იპოვოს, რამ ხელა ადამიანი, რამდენად საინტერესო. და ესენი კიდე აქ ბაზას გიქმნიან, რომელიც ამას ყველაფერს წაშლის სამწუხაროდ. მათ არ მოწონთ მრავალფეროვნება ადამიანების. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ელენე, აი თქვენ თქვით, რომ ქალებიო და ეს ხო ნიშნავენ ამბავია, რომ ემოციურობას მიეწერენ ხოლმე ჩვენ გაბრაზებას, მაგრამ მე მგონია, რომ ქალებს მაინც უფრო მარტივად შეუძლიათ დახმარება ითხოვონ, ვიდრე კაცებს. ისევ და ისევ გენდერული სტერეოტიპებიდან გამომდინარე. ხო და ესეა რეალობაშიც. ნახეთ, სეგმენტს გააჩნია, რეგიონს გააჩნია, მდგომარეობას გააჩნია და მიზეზს გააჩნია. ქალი, რომელიც არის მაგალითად ეკონომიკურად დამოუკიდებელი, ცხოვრობს ცენტრალურ რაღაცა ისეთ უბანში, დიდი ქალაქის და ქალი, რომელიც არის რეგიონში ან პატარა სოფელში, არ შეიძლება შევადაროთ. იმ ქალს ბევრად უფრო უჭირს, იმიტომ რომ სოფელში მის ირგვლივ კონტექსტი რადიკალურად განსხვავებულია და დამოკიდებულება და უსაფრთხოებისა და იგივე ანონიმურობის ან კონფიდენციალობის საკითხი, რომ პატარა ქალაქში მე რო ავდივარ კიბეზე, სადაც იციან, რომ ამ სადარბაზოში თერაპევტი ცხოვრობს, ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, არ ავდივარ, ხო? აი ეს ფენომენიც არის. თუმცა ქალებს უფრო მეტად აქვთ თავიდანვე მიცემული ნებართვა თავის ფსიქოლოგიურ ნაწილზე ილაპარაკონ. რატომ? იმიტომ რომ ქალს უთხრეს, რომ შენ ემოციური ხარ. შენ შეგიძლია იყო ემოციური. მაგრამ ისიც უთხრეს, რომ შენ ემოციურობას როცა მოგვინდება დადებითად, როცა მოგვინდება უარყოფითად გამოვიყენებ. და კაც თავიდანვე უთხრეს, რომ შენ ემოციური არ უნდა იყო. არა და კაცები არ დირიან, ბიჭები არ დირიან, არ სკივათ, არ ადარდებთ, არ გლოვობენ, არა და ადამიანი არის თვითონ ემოციური არსება. როგორ შეიძლება ადამიანს კონდეს რაღაცა ემოციებზე დასტური და რაღაცა ემოციებზე არა, ხო? ეს ამ წყობამ მოუგონა და ეს წყობა ტანჯავს დღემდე ამ ხალხს. კაცებს ძალიან სცხვენიათ იქამდე სანამ არ გაიაზრებენ, რომ ის რაც მათ აწუხებთ, მაგალითად პოსტტრაუმული სტრესული აშლილობა, ფლეშბექები, რომლის გამოც მოდიან, იმიტომ რომ მათი ხარისხი ცხოვრების მცირდება და ყველაზე მეტად იცით რის იეშინიათ ხოლმე, რომ აი ამ შემცირებული ენერგიის ხარჯზე, უნარობის ხარჯზე არ დაკარგოს სამსახური, იმიტომ რომ ვეღარ იქნება ოჯახის მარჩენალი. ხო, აი იქ ვერ იქნება, სადაც უთხრეს რომ უნდა იყოს და რომ ეს არის მისი ადგილი. ანუ როგორც კი ის კარგავს თავის აი ამ პატრიარქალურ წყობაში მისთვის მიკუთვნებულ და მიჩენილ ადგილს, ეგრევე. ამას ვერ ვიტყვი ჯენსებს. ჯენსებთან სხვანაირად. ჯენსები მე მგონი ადგილებს არ იჩენენ და ამიტომაც უცნაურად ფუნქციონირებენ. საინტერესოდ ფუნქციონირებენ, მაგრამ მე ძალიან დიდ სხვაობას ხედავ. ძალიან ბევრი მიჯერდებიან ხოლმე, რომ აი შენ ჯენსებს ეგ არის ფავორიტი ჯენერეიშენი თქვენი? თუ არა? ჩემთვის თუ ეგეც არა მეცნიერული და არა პროფესიონალური. ნუ ჩემი შვილები არიან ჯენსები და შესაბამისად მათ მიმართ ძალიან დიდი ტოლერანტობა მაქვს. ბევრი რაღაცა არის, რომელიც ჩვენ მილენიალებს და ზედათ ბუმერებს ბევრად უკეთესად გამოგვდის. სისტემატიურობა, რომელიც ჩვენი აღზრდიდან და იმ ეპოქიდან მოდის და არა იმიტომ, რომ ჯენსები დეფექტურები არიან, ან ჩვენ ვართ დეფექტურები. მაგრამ ჯენსების ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაზე და იმაზე, რომ ნებისმიერი ჯენსი ფანტასტიკურად ერკვევა თავის ემოციურ პალიტრაში, არ უჭირს სახელდება. თქვენს გადასარევად აგიხსნით რა გაწუხებთ, ეს არის იმ გლობალიზაციის, სოციალიზაციის და მთელი იმ ინფორმაციული უზარმაზარი ველის დამსახურება, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. კი, მე ჩემი შვილის თუ რამე მშურს ეს არის, რომ ძალიან ზუსტ სიტყვებს პოულობს. ხოლმე ასევე ჯენსი. და მაგით იწყება ხო? ჯენსის წარმომადგენელი ხო, რომელიც არ ვიცი, მე ბევრად დიდ ასაკშიც უფრო რთულად შევიძინე ეგუნარი, ვიდრე მას ეს ძალიან პატარა ასაკიდან აქვს. ის მინდოდა მეკითხა ტრავმებზე, რაც თქვით, რომ ტრავმების გამო მოდიანო, რა უფრო ხშირად გაიწულებს ადამიანს დახმარება, ანუ რა უფრო ხშირად წარმოშობს ისეთ დიდ პრობლემას, რომ მე ხვიდე სპეციალისტთან პირადი ტრავმა თუ კოლექტიური ტრავმა?
არ არსებობს პირად ტრავმა კოლექტიური ტრავმის გარეშე. არა. თუმცა საქართველოში, მაგრამ ხო კოლექტივში იბადები, სუბტოფურცელი არ ხარ და აი ეს ტრანსგენერაციულად გადმოგვეცემა ჩვენ უკვე, ანუ ოჯახში სადაც მე დავიბადე, უკვე რეზერვუარს წარმოვადგენ იმ ჩემი მშობლების და ჩემი დიდი ბებია-ბაბუების ტრავმებისაც კი. ანუ კი წარმოუდგენელია. მაგრამ რა თქმა უნდა პირად ტრავმის გამომოდიან. ანუ ჩვენ მე ტრავმასთან არ მუშაობ განცალკევებულად მარტო ერთ ტრავმაზე. მე ამ ტრავმას ყოველთვის ვხედავ დიდ სურათში, თუმცა ყოველთვის არ მცალდება ხოლმე, იმიტომ რომ როგორც კი დარეგულირებულია მდგომარეობა კლიენტი თავს იგრძნობს უკეთესად, ძალიან ბევრი მიდის. ამასაც აქვს თავისი ახსნა. ეს არის დროსთან დაკავშირებული, ეს არის ფინანსებთან დაკავშირებული და ასევე ისევ და ისევ სტერეოტიპთან, რომ აი ახლა რამდენი ხანი უნდა ვიარო, ახლა მთელი ცხოვრება ხო არ მჭირდება, ახლა სუსტი ხო არა ვარ, ან გიჟი ხო არა ვარ, ან მოვიდა, მაგრამ მაინც სადღაც არის. ეს არის ხო, მალე გინდა დაეხსნა ამ ამბავს. მალე სხვათა შორის აი გააჩნია როგორ უყურებ. დღეს უკვე წამოსულია ის ნაწილიც, მაგრამ სამწუხაროდ ეს მაინც ფუფუნებასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ არ ხდება დაზღვევის მიერ ამის დაფარვა, რაღაცა კონკრეტული სადაზღვევო პაკეტი არსებობს, როგორც ვიცი, რომელიც 10-15 სესიას სადღაც ფარავს, მე მგონი 10-მდე სესიას, მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევა როც არის და ოჯახის ექიმი გირჩევს, მაგრამ ზოგადად ხო ფუფუნება, რომ მე მქონდეს ჩემს ცხოვრებაში კვირაში ერთხელ სივრცე, სადაც ჩემ თავს შევხვდები. ხო, ჩემთვის ეს არის ალბათ, აი რომ მკითხო რა არის, მგონია რომ ადამიანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც საკუთარ თავს შეუძლია გაუკეთოს. თუ უნდა რომ საკუთარ თავს შეხვდეს, მაგრამ ძირითადად ადამიანების უმეტესობა ცდილობს საკუთარ თავს გაექცეს და კიდე ფული იხადოს ამაში დიდხანს რომ საკუთარ თავს ვერ გაექცეს. ძალიან რთული ამბავია. ახლა შეიძლება საკუთარი თავის მაგივრად პოლიციის ოფიცერი შეხვდე. ამ ბაზის შემთხვევაში. ბოლოსკენ ზოგადად იმაზე გადავალ კითხვებზე. ეს ბაზა არის რაღაცნაირად დიდი სურათის ნაწილი, ხო? თუ დიდ სურათს შევხედავთ და ამ დიდ სურათში ხელისუფლება პრინციპში თავის ძალაუფლების შესანარჩუნებლად გარკვეულ ფსიქოლოგიურ ხრიკებს ზემოქმედებისას მიმართავს, ხო? არ ვიცი, იქნება ეს ჭარბი ინფორმაცია თუ ნარატივების არევა თუ ნიჰილიზმის დათესვა, რაც მე ხალხს გონია რომ თავისი პრობლემაა, როცა მომავალს დიდად იმედიანად ვერ უყურებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანმიმართული პოლიტიკის და ნარატივების შედეგადაც შეიძლება აღვიქვათ. აი მაგას როგორ და თქვენ ხართ ის ფსიქოლოგი, რომელიც პირადადაც გამხდარხართ თავდასხმის სამიზნე, ისევ და ისევ, იმიტომ რომ რაღაც საჯაროდ ვცდილობთ ხოლმე საზოგადოების გარკვევას, მაინც თქვით, რომ თუ აკვიატებული შიშები გაქვს ნორმალურია, თუ ისე ხდება ეს იმიტომ, რომ რაღაც თავისი წინაპირობა აქვს და ასე შემდეგ. ანუ თქვენ პლატფორმას რაღაცნაირად იყენებთ, რომ არა მხოლოდ თქვენ კაბინეტში მოსული ადამიანი საუხსნათ და შეახვედროთ თავის თავს, არამედ საზოგადოების რაღაც ნაწილსაც, ვიზეც ცდომა გაქვთ, დაეხმაროთ, რომ გაერკვეს ხო ვითარებაში და არ იფიქროს, რომ ეს პრობლემა რაც აქვს, იმის გამო აქვს, რომ ის არის წუნიანი ადამიანი და მასშია პრობლემა, ხო? და ამიტომ ვიკითხავ თქვენთან, ეს ქაოსი თუ მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც ადამიანების საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ფსიქიკური პრობლემების გაღრმავება მოაქვს, ხო? რაც შეიძლება შეფასდეს, რამდენად სისტემური და მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. მე მეჩნია დასაყოფად. დიახ, მე მეჩნია რომ ძალიან სისტემური, ძალიან კარგად ნაფიქრი, ძალიან კარგად გათვლილი, ძალიან ბევრ ცოდნასა და მოკვლევაზე დაფუძნებული. ანუ არც ერთი წამით არ მეპარება ეჭირო, რაიმე კეთდება, საინფორმაციო თვალსაზრისით, აი როგორც არის აწყობილი მთელი მათი კომუნიკაცია, როგორც არის აწყობილი მთელი მათი ბომბარდირება, როგორც ქმნიან დღის წესრიგს, ანუ მთელ ქვეყანას უქმნიან დღის წესრიგს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ იმდენი კატასტროფული ინფორმაცია იყოს, რომ რეაქცია აღარ იცოდე რაზე გქონდეს. და საბოლოო ჯამში აბსოლუტური გაბუჟებისკენ წახვიდე, ხო? აი ნებისმიერი დიქტატურა და ნებისმიერი ავტორიტარიზმი დგას რაზე?
გაბუჟებულ საზოგადოებას. რის ხარჯზე აბუჟებს საზოგადოებას? საზოგადოება თავიდანვე კი არ ყავს გაბუჟებული. საზოგადოებას აბუჟებს და ეს სქემა ძალიან კარგად იციან, რომ რაც მეტად დამბომბავ, რაც მეტ სისასტიკეს მაჩვენებ, მით ნაკლები რეაქცია მექნება. ძალიან ხშირად არის რაზეც წერ და ძალიან ბევრჯერ მეჩხუბებიან, რომ აუ რატო იძახი ამას, რომ აი კიდე რაზე უნდა გაბრაზდნენ, ანუ ამაზე მეტად რატო ვერ ბრაზდებიან. მე ნახევარი წლის წინ ვთქვი, რომ ვეღარ გაბრაზდება, ანუ დაიცალა შესაძლებლობა ბრაზის, იმიტომ რომ იმისთვის რომ შენ შეძლო რომ კიდევ ერთხელ გაბრაზდე, ცოტა ხანი უნდა გაგეხარდეს მაინც რაღაცა. მე ცოტა ხანი უნდა იყო ისე მშვიდ გარემოში, ცოტა ხანი ნეიტრალური იყო და მე ისევ ხელახლა გაბრაზდე. ხო, აი ელემენტარულად წარმოიდგინე დღის განმავლობაში მთელი დღე გაბრაზებული რო ხარ. გაბრაზებული ვეღარ დაწვები ლოგინში, დაწვები გაუბედურებული, დაცლილი მთლიანად. მთელ საზოგადოებას, ვისაც ამ ყველაფერზე გვაქვს რეაქცია, დაგვემართა ეს აი ესეთი ალბერ ბანდურას ტერმინია emotional numbness. მე არ მომიგონია და ეს არის დადასტურებული ზუსტად. რაც უფრო მეტ სისასტიკეს აკეთებენ და რაც უფრო მეტ აბსურდს გთავაზობენ, მით უფრო აბსურდულია რაციონალური არგუმენტებით უპასუხო. და მაშინ რითი უნდა უპასუხო? აბსურდით. ანუ ცოტა ხრიკებით გვესწავლი. სიამოვნებით, მაგრამ გულწრფელად ვიძახი. არ შეიძლება აბსურდს უპასუხო რაციონალიზმით, იმიტომ რომ აბსურდი რა არის? манипуляციური ტექნიკაა, რომელსაც ის იყენებს მასობრივად ჩვენი ტვინის სრული გათიშვისთვის და იმას, ვისაც აი ამ აბსურდზე ტვინი ეთიშება, იმ მაგალითად რას იყენებს? იყენებს რაღაცა აბსურდულ თემას, რითიც აშინებს, აი ბუა. და შენ ცდილობ, რომ მის შიში როგორ დაშალო, იცი, ეუბნები, რომ კარგი კაცო, ნუ გეშინია. მე არ ვიცნობ ბავშვს რომელსაც რო ეშინია და ეტყვი ნუ გეშინიაო, აღარ შეეშინდეს, ხო? აი ამდენ ლიმბურ სისტემაზე ყველაფერი, ემოციურ სისტემაზე. აქეთ ამ ხარეს სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ერთიანი სტრატეგია, როგორ დავუპირისპირდეთ, როგორ მათი დღის წესრიგი არ იყოს ჩვენი დღის წესრიგი. არა, ეს ყველაფერი ფრაგმენტიზირებულია. მაგრამ ეს შესაძლებელია. შესაძლებელი იყო. გაშვებული შანსია. გაშვებული შანსია, ნამდვილად იყო. და შესაძლებელი იყო და ამაზე უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო მეტი ფიქრი და ძალისხმევა ჩადებული. ამაზე ყოველთვის მხდება კონტრარგუმენტი, რომ აქეთ მხარეს ოპოზიციურ პარტიებს კარგი რა ფული არ ქონდათ, ის არ ქონდათ, რაც ქონდათ. იმითი უფრო ეფექტიანად შეიძლებოდა დეზინფორმაციასთან მუშაობა. ნამდვილად შეიძლებოდა. ვერან ვერ დამიმტკიცებს, რომ არ შეიძლებოდა. დღესაც შესაძლებელია, თუ აქეთ ამ მხარეს არსებობს გაცნობიერება, რომ მინდა მე რომ სულ ამ დღის წესრიგზე რეაგირებდე. თუ იქნება და შესაძლებელია ჩემი არა არგუმენტები, არამედ რაღაცა კრეატივი ჩართო იმისთვის, რომ ვინც მჭირდება, რომ ჩემი ხმა მოისმინოს და გაიგოს, სხვა ხერხით მივაწვდინო. სხვა ხერხით მივაწვდინო. რაციონალობა დღეს უკვე აღარ არის ის მთავარი ხერხი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია ამ აბსურდს ვეომოთ. არ არის. ერთადერთი შეიძლება აბსურდი კიდევ უფრო მეტად გავააბსურდოთ. ამ მომენტში ჩვენ ესეთი ხელჩასაკიდი ალტერნატივა, რომ აი ეს არის გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს კრიზისიდან, განთავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, ჩვენ დავბრუნდებით ევროპულ გეზზე და ასე შემდეგ, არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა არ არსებობს. და საქართველოს ისტორია გვაჩვენებს რაღაც ამოუხსნელ და უცნაურ მოვლენებს, რომელიც საერთოდ ჩვენს ხელთ არ არის ხოლმე და უცებ რაღაცა ხდება, ხო? ამიტომ მე მგონია, რომ ყველაზე სწორი და რაციონალური აბსურდთან მიმართებაში. პირველი არის ის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაც შეიძლება უფრო დიდ ხანს შევინარჩუნოთ ფსიქიკური სტაბილურობა. სტაბილურობაში არ გულისხმობ მე იმას, რომ ჩემზე არაფერი არ მოქმედებდეს, რომ ჩემი რეაქციები არ იყოს ისეთი, როგორც მანამდე ჩამოვთვალე, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ უიმედობა რომ და შემიპყრობს, უიმედობას მივცე უფლება ცოტა ხანი ვიყო და მე ისევ გადავიდე სხვა ფაზაში. დაღლილობა რომ შემიპყრობს, ანუ საკუთარი თავების მიმართ გავხდეთ უფრო ტოლერანტულები, მიმღებლური დამოკიდებულება გქონდეს ჩვენი შინაგანი ფსიქიკური ფენომენების, რომ
კი არ ვებრძოლო, რომ აი ახლა ამასაც უნდა გავუძლო. მე არ ვიცი, როდემდე უნდა გავუძლო. მე არ ვიცი, როდის მოხდება რაღაცა დაუგეგმავი. ან როდის გაიხსნებაცად, მაგრამ მე ის ვიცი, რომ თუ ჩვენი თავის მიმართ არ გაგვიჩნდა მიმღებლობა მთელი ჩვენი ფსიქიკური რესურსის, რომელიც ესე იხარჯება და მთელი ჩვენი რეაქციების და უფრო მეტი მზაობა არ გვექნება, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. აი, როცა ეს ალტერნატივა გაჩნდება, შეიძლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყოთ და ძალიან სერიოზული დანაკარგებით გამოვიდეთ. კეთილი. ნახოთ აბა, როგორი იქნება ან ბაზის და ან ჩვენი მომავალი. მადლობა დიდი. ნახოთ, ძალიან დიდი მადლობა. შევსად ჩავაქრობ.